ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით გამოფენა მოეწყო. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და დღის ცენტრების პედაგოგთა ნამუშევრებმა დამთვალიერებლის მოწონება დაიმსახურა. ამ გამოფენით ორგანიზატორები შეუერთდნენ 3 დეკემბრის მთავარ სლოგანს: „მე არ ვიცნობ შეზღუდვებს, ვაღიარებ თანაბარ შესაძლებლობებს“. დღის ცენტრების ბენეფიციარებმა ორიგინალური ნამუშევრების შექმნით საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახეს, რომ შესაძლებლობები თანაბარია. ჩვენ უერთდებით 3 დეკემბრის დღეს სლოგანით მე არ ვიცნობ შეზღუდვებს, ვაღიარებ თანაბარ შესაძლებლობებს და ჩვენ ამით გვინდა შევუერთდეთ მსოფლიო აქტივობებს, რომელიც გამოხატავს და უკავშირდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების პატივისცემას, მათი ღირსების და თანაბარი უფლებების აღიარებას. დღეს ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დღის ცენტრების ბენეფიციართა ნამუშევრები, კერძოდ თექაზე მომზადებული ნაშრომები, ბამბოზე მომზადებული ნახატები, ფოტო გამოფენა არის ასევე წარმოდგენილი და ამით ერთის მხრივ ჩვენ ვცდილობთ, რომ დღევანდელი ღონისძიებით ხაზი გავუსვათ და გავზარდოთ საზოგადოების ცნობიერება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ, მაგრამ მეორეს მხრივ ვაჩვენოთ პრაქტიკული მაგალითები იმისა, თუ როგორ უნდა იქნეს ამ ადამიანების უფლებების სრულფასოვნად რეალიზებული. უნდა კეთდებოდეს ესეთი გამოფენები და ბავშვებს უფრო მეტი შანსი უნდა ეძლეოდეთ, რომ თავიანთი უნარები გამოავლინონ. ზოგმა ხელნაკეთი ნივთებით, ზოგმა თოჯინური წარმოდგენებით, რამოდენიმე დღის უკან ჩაატარეს ბავშვებმა მინიატურული თოჯინური წარმოდგენა და ძალიან კმაყოფილები დავრჩა მშობლებიც, მასწავლებლებიც. ბავშვის განვითარებისთვის პირდაპირ მნიშვნელოვანი არის ასეთი ღონისძიებები და რაც უფრო მასშტაბური იქნება, უფრო კარგი იქნება. რაც უფრო ბევრი ჩაერთება საზოგადოებაც და თვითონ ბავშვებიც.